როგორი უნდა იყოს კოლაგენი, რომ ნამდვილად შედეგი მოქცეს? რამდენიმე ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. პირველი რისია? ცხოველური კოლაგენი, როგორც არის ხარე, ღორი, ქათა, მესენი, ეაფასიანები, ცოტას რომ ძალიან დიდი მოლეკულური ზომა აქვს და როგორც დიდი კაცი, პატარა კაში ვერ ეტევა, ისე ვერ შემოდის თქვენ უჯრედში და მართლა გადაყრილი ფულია. თეზის უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან გავს ჩვენ კოლაგენის მოლეკულურ ზომას. მერე ტექნოლოგია აუცილებლად გიდროლიზირებული უნდა იყოს პეპტიდების დონეზე დაშლილი, ანუ მოლეკულურ ზომას თვითონ კოლაგენის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე მაგალითად რომელსაც ვცვავ, ჩვეულებრივ კოლაგენზე 600 ჯერ უფრო პატარაა და გასაგებია მისი ბიოშეღწევადობა. ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც პეპტიდების შემადგენლობა. დღიური დოზა როგორია, ხო? მე 15,000 ერთეული აქვს, რომელსაც მე ვსვავ კოლაგენის და დამატებით ჰიალურონსაც კი შეიცავს და ხვდებით, რომ ჰიალურონი და კოლაგენი ერთად კიდევ უფრო მუშაობს. ხარისხიანი ვერ იქნება იაფი. ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ.